მოვამზადებ ბურგერებს ხორცის გარეშე, მაგრამ ბევრი ბოსტნეულით. იქნება კალორიული, მაგრამ ჯანსაღი, მრავალფეროვანი და ძალიან გემრიელი. ვიწყებ ფუნთუშას ცომის მომზადებას. 500 გრამი ფქვილი, საფუარით 15 გრამი, მარილი, დაახლოებით 10 გრამი შაქარი. მინდა რომ ფუნთუშა ცოტა მოტკბო იყოს. რძე 200 მილილიტრი და 1 ცალი კვერცხი. ნელა-ნელა დავუმატოთ რძე. მივეცით ფორმა, ვტოვებთ 1 საათით თბილ ადგილას, რომ კარგად ამოვიდეს ცომი. ეხლა ვამზადებთ ბოსტნეულის კოტლეტს. დავჭრათ წვრილად ხახვი, ნახევარი თავი ხახვის გვეყოფა, დავაქუცმაცოთ. ხახვი მზად არის. როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ბოსტნეული მაქვს, რაც კი ვნახე, ყველაფერი წამოვიღე და ვაპირებ, რომ ყველაფერი გამოვიყენო. ბადრიჯანი. ერთი ცალი ბადრიჯანი საკმარისია. დავჭრათ კუბებად. ბადრიჯანიც მზად არის. სტაფილო. ესეთ სიგრძეზე. მოვშუშოთ დაჭრილი ბოსტნეულის ზეითუნის ზედზე, რადგან ზეითუნის ზეთი ძალიან სასარგებლოა. და ბულგარულებს დავუმატებთ უკვე ბოლოს, იმიტომ რომ მინდა რომ ბულგარულმა არ დაკარგოს თავისი ფერი და ფაქტურა და უფრო ხრაშუნა დარჩეს. მოიშუშოს დაახლოებით 5 წუთი. პარალელურად დავჭრათ ბულგარული. გავჭრათ ორად. სიგრძეზე ჩავჭრათ ისევ, ყველაფერს ვჭრით ერთნაირ ზომებად. მარილი და პილპილი. კარგი არომატი აქვს, უკვე გული მიგზნობს, რომ ძალიან მაგარი გამოგვივა. მოიბრაცა უკვე კარგად. დავუმატოთ ბულგარული დაჭრილი. კიდევ 2 წუთიც მოვშუშოთ და მზად იქნება. გავსინჯოთ. მზად არის. ეხლა რადგან ამდენი ბოსტნეული მაქვს, გადავწყვიტე რომ მეორენაირი შიგთავსიც მოვამზადო, მაგრამ ჯერ გამოვაცხოთ ფუნთუშა და შემდეგ მოვამზადებ მეორენაირ შიგთავს. გავყოთ ცომი 4-ად, რომ დიდი ფუნთუშები გამოგვივიდეს. ესე. მივცეთ მრგვალი ფორმა. გუნდა. კვერცხის გული. გავაცალკევოთ. ცოტა რძე გაურიოთ, სულ ოდნავ, უფრო პრიალა იქნება.
გადავიტანოთ გამოსაცხო ფირფიტაზე. მაქვს ზესუმზირა, გოგრის თესლი. დავამტვრევ. არ გვინდა ძალიან დაქუცმაცება და მოვაყაროთ ფუნთუშებს. მზად არის. ვაცხობთ წინა გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე 15-20 წუთი. ვამზადებ ბოსტნეულის მეორენაირ ფარშს. ხახვი, წვრილად, ბროკოლი. შეიცავს უამრავ ვიტამინს და რაც თავარია იოდს, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება. 500 გრამი, მეტი არ დაგჭირდება. უხეში ძირები მოვაჭრათ ბროკოლს, დავტოვოთ მარტო ყვავილოვანი ნაწილი, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება. კამასოკო 100 გრამი, ჯერ შუაზე გავჭრათ. დავაქუცმაცოთ სოკო, რომ უფრო კარგად შეიკრას მასა. ბრაწავთ ბოსტნეულს. ზეითუნის ზეთი ისევ. მარილი. პილპილი. მწვანე ხახვი. ხოლო ძირები. ოხრახუში. უხეში ძირები მოვაჭრათ და წვრილად დავჭრათ. მწვანე ხახვი მოვაყაროთ ბროკოლს და ამოურიოთ. ახლა დავასრულოთ ჩვენი დაწყებული პირველი ფარში. ხახვი და ოხრახუში. ამოურიოთ. რადგანაც ბოსტნეული არ არის ისეთივე წებოვანი როგორც ხორცი, ამიტომ დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი ფქვილი და კვერცხი. ამოურიოთ. უფრო შეიკრება მასა, მარტივადაც შეიბრაწება. ერთი მზად არის, ისიც გამოვთოთ. გავაგრილოთ ბოსტნეული, კვერცხი და ფქვილი. დავიწყეთ შეწვა. გრილზე ვწვავთ, გახურებული მაქვს გრილი. დავასხათ ზეთი. და მივცეთ ფორმა. კოტლეტს ვავლებთ ფქვილში და შემდეგ საფანელში. მივცეთ ფორმა და დროებით აი აქ დავდებ. ფქვილი. გადაგვაქვს გრილზე. ზეთი თავიდანვე დავასხი, კარგად გახურებულია, ეს ერთი. არ შეგეშინდეთ თუ დაიშლება, იმიტომ რომ ხელშივე შეგვიძლია დავამუშაოთ მარტივად. დავახმაროთ ცოტა ზეთი, რო არ მიეკრას და თან უფრო სწრაფად შეიწვება.
შევწოთ კოტლეტები 2 წუთი ერთ მხარეს და 2 წუთი მეორე მხარეს. კოტლეტები თითქმის მზად არის. ფუნთუშაც უკვე გამოცხვა, გამოვიღოთ ღუმელიდან. გავჭრათ პური, აი ესე. სანამ ცხელია. ოპა. აქ მაქვს წითელი კომბოსტო, რომელსაც გამოვიყენებ სალათის ფურცლის მაგივრად. ნახეთ როგორი ფერი აქვს, ატეხოთ. 1 შევეცადოთ რომ გადავტეხოთ, რადგანაც ღეროები უხეში აქვს. მხოლოდ ფოთოლი. გადმოვიტანოთ კოტლეტი. ძალიან ცხელია. ბოლო. გვაქვს 2 ბოსტნეულის მიქსის კოტლეტი, 2 ბროკოლის და სოკოსი. სანამ ცხელია უნდა დავადოთ ყველი. აი რამხელა ბოსტნეულის ბურგერები გამოგვივიდა. მე მგონი ძალიან მაგარია. არ შემიძლია ეხლა რო არ გავსინჯო. ნახეთ როგორ ხრაშუნებს.